23 წელი მერაბ კოსტავას ტრაგიკული გარდაცვალებიდან სოფელ ბორიჩი იმ ადგილზე, სადაც ქართველი საზოგადო მოღვაწე ავარიაში მოყვა, დღეს მისი ახლობლები შეიჭრნენ საღამოს ჭიხარაგაურის კინოთეატრის შენობაში. ეროვნული გმირის ხსოვნისადმი მეცნიერი ლიტერატურული სპექტაკლის საქართველოს შიშველი სატევარი პრემიერა გაიმართება. ორგანიზატორების ცნობით ეს იქნება 1 საათში ჩატეული მერაბ კოსტავას ცხოვრება. საქართველომ არ უნდა დაივიწყოს ეს კაცი, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა არ უნდა დაივიწყოს. დღეს, როდესაც ყველაფერი რაღაც გაცილებით ანგარიშიანი და პრაგმატული გახდა, სწორედ ახალგაზრდებისთვისაა ძალზე მნიშვნელოვანი, რომ ისეთი კაცი, მისი ცხოვრება, როგორც მერაბ კოსტავა იყო, რომელიც მთელს იმპერიას პრაქტიკულად შიშველი ხელებით ებრძოდა, არ დავივიწყოთ არც ერთმა ჩვენგან. 13 ოქტომბერი ჩვენთვის მძიმე დღეა და ყოველთვის თაწმინდაზე ასვლით აღნიშნავდით ხოლმე, მაგრამ აი დღეს რაღაცნაირად ბედმა გაგვიღიმა ქალბატონმა იზამ დაგპატიჟა და როგორც იქნა, ასე ვთქვათ, ჩამოვედით აი ადგილზე, ავადსახსენებელ ადგილზე, სადაც მერაბი დაიღუპა. ეროვნული გმირის გარდაცვალების დღეს 9 აპრილის საზოგადოების წევრები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და გარდაცვლილს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. 9 აპრილის საზოგადოების ვერსიით მერაბ კოსტავა სუპის დაკვეთით მოკლეს. ისინი 1990 წლის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნების მსგავსად 1 ოქტომბრის არჩევნებსაც არალეგიტიმურად აცხადებენ და ამბობენ, რომ მისი დანიშვნის უფლება მხოლოდ უზენაეს საბჭოს გააჩნია. სუკმა და საქართველოს მტრებმა მოახერხეს ის, რომ ორი გამოჩენილი ადამიანი, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, როგორც იტყვიან, რომლებიც იყო ბურჯი საქართველოს ეროვნული მოძრაობის, გამოაცალეს საქართველოს და ეს შემდეგ ტრაგიკულად აისახა კიდეც შემდეგ მოვლენებზე. კანონიერმა ხელისუფლებამ ჩაატაროს უზენაესი საბჭოს ხდომა, თუნდაც რამდენიმე დღით იფუნქციონიროს და იმად დანიშნოს კანონიერი არჩევნები. აი მერე მოხდება უკვე კანონიერების აღდგენა.